მარტივად ადრე, როდესაც მამაჩემმა გაიგო, რომ მისი სამსახურის წარმომადგენლები ეს არის კერძო კომპანია, რომელიც ტენდერში უწყვეტად იგებს ამ ხელისუფლების პირობებში, თუ კი ვერ მოიგოს სახელშეცვლილით ისევ იგივე კომპანია შევა, აზრი არ აქვს. ამ შემთხვევაში კომპანია არის სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა, რომელიც თვეების მანძილზე ამოწმებდა თურმე მამაჩემი ეწეოდა თუ არა აგიტაციას სამსახურში, რაც რა თქმა უნდა სისულელია მამაჩემის სამსახურში. კონკრეტულად რის აგიტაციას? იმას რომ იცოდნენ ჩემი პოლიტიკური შეხედულებები დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, იცოდნენ მათ შორის მამაჩემის შეხედულებებიც, იმიტომ რომ არც ის არ აკლებდა საჯაროდ კომენტარებში დაწერას, თუმცა თუ კი საჯარო მოხელეებს აქვთ კომენტარების წერის უფლება და მათ შეხედულებების დაფიქსირება, მამაჩემი ამას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს არა დასვენების პერიოდში აკეთებდა. და ამას კითხულობდნენ. შემდეგ გრძელდებოდა შემოწმებები დაუსრულებლად. სამსახურში ყავდა 24 საათის მანძილზე უწყვეტი მონიტორინგი, რომელიც 24 საათი ადამიანი არც კი დააძინეს. მიდიოდა გადამოწმება, წონები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მამაჩემი გახდათ უფროსი მზარეული გორში პირველ ქვეით ბრიგადაში. სადაც ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს. შემდგომ იყო, როდესაც ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოისმინა სატელეფონო ზარზე, როგორ მენეჯერს ეუბნებოდნენ, რომ ახალი შემზარეული უნდა მოვიდესო და ამან უთხრა, რომ ყავს შემზარეული და მაგასო ჩვენ გადავწყვეტავთ. და ამ თანამშრომელმა კითხა, რომ რას ერჩიანო მამაჩემზე, იმან არ იცოდა არც ჩემი ისტორია და არც მამაჩემის სახალი მისული იყო და მაგას არაო თავის შვილს ერჩიანო. ხო, ამის შემდეგ გაგრძელდა ეს ყველაფერი და 30 დეკემბერს ბოლოს მენა რომ ჩაამთავრა მამაჩემმა წამოვიდა სახლში, დაიბარეს და უთხრეს, რომ ბოლოს მენაში მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება თანამშრომელთან. თუმცა ეს სიტყვიერი შელაპარაკება იყო შემდეგი სახის, როდესაც ამ მამაჩემმა ამ სამსახურში 2009 წელს დაიწყო მუშაობა ომის შემდგომ. და მაშინ ჯერ კიდევ 280 ლარიანი ხელფასებზე მუშაობდნენ და ამდენი წლის მანძილზე მამაჩემმა ემსახურა თავის სამსახურს, ჯარს და ასე შემდეგ. და ბოლოს უკვე როდესაც ხელფასები გაიზარდა ეტაპობრივად ნელ-ნელა დაიბარეს და თვითონ მენეჯერმა, რომელმაც გაანთავისუფლა, მოსთხოვა მამაჩემს, რომ პირდაპირ გაამყარა დისციპლინა ამ სამსახურში, არანაირი რა თქმა უნდა. ზედმეტი, მაგრამ თუ კი აქამდე იყო ის, რომ ხელფასი არ იყო შესაბამისი და იქით იჭერდნენ, რომ თანამშრომლები არ გაქცეოდათ, ხან მრეცხავი გაექცეოდათ, ხან დამხმარე ქალი და ასე შემდეგ, არანაირი ტექნიკა არ აქვთ ქალებს 5 ტომარ კარტოფილს რო ხელით გაგავწკნევინებენ, აი ეგ პირობებში მუშაობდნენ და მამაჩემს მოსთხოვეს, რომ პირდაპირ მოეთხოვა ყველასგან თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულება. ზუსტად აი ამ მოთხოვნას თანამშრომლის მიმართ, თანამშრომელი, რომელიც გასული იყო და რაღაცა შეიძლება გავიდეს ადამიანი 5 წუთით, 10 წუთით, მაგრამ საკმარისზე მეტი ხნის და როდესაც გავიდა დაინახა, რომ ის იქ არაფერს არ აკეთებდა და უბრალოდ საუბრობდა სხვა ადამიანებთან, დრო გაყავდა, ასე რომ ვთქვათ, შენიშვნა მისცა, რაზე სიტყვიერი შეკამათება მოვიდა და ეს სიტყვიერი შეკამათება დარჩა სიტყვიერი შეკამათება, შემდგომში ერთმანეთს მოუხადეს ბოდიში, ჩამოართვეს ხელი და გააგრძელეს მუშაობა. დასრულდა, წამოვიდა, დაიბარეს მამაჩემი ამის გამო და უთხრეს, რომ თავისუფალი ხარ. რა თქმა უნდა, ეს იყო მიზეზი, რომელსაც ეძებდნენ და ვერ იპოვეს და ნახეს ეს. უთხრეს, რომ თავისუფალი იყო სამსახურიდან და დაეწერა განცხადება. მამაჩემის სამსახურში განცხადებას აწერინებდნენ ნებისმიერს, ვინც არ უნდათ ეტყოდნენ, რომ დაწერე განცხადება და წერდნენ და მიდიოდნენ. ადამიანები მიდიან იქ კიდურესი გაჭირვების გამო, თორემ იმ პირობებში სხვა არავინ იმუშავებს. თუ კი ამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ ჩემს გამოუშვებდნენ, წერანაც ჩავწერე ვიდეო და ვთქვი, რომ ისიც უნდა სცოდნოდათ, რომ მე ამას ესე არ დავტოვებდი. მამაჩემმა ინსტინქტურად რამის დაწერა განცხადება. მაგრამ გამოვიდა სამსახურიდან, დაავიწყდა და დამირეკა, რომ ესეა და მეთქი არანაირი განცხადება. ანუ თვითონ დაეწერა წასვლა. ოჯახური პირობების გამო გთხოვთ ეს აქვს, აი ჩაიხედონ ამ კომპანიის არქივში დოკუმენტაციაში და რამდენი განცხადება დევს ოჯახური პირობების გამო, როგორ მიდიან ხალხის სამსახურიდან, როდესაც ხალხი ამ დროს სამსახურს ეძებს, ხო? მანამდე თუ ქონდა უცებ კითხავთ აი ამასაც, ან რაიმე გადაცდომაზე, ან შენიშვნა იგივე ისტორიაზე გამახსენდა ამ მანამდე მამაჩემს 17 წლის მანძილზე აქვს ერთი შენიშვნა მიღებული სამსახურში. ეს არის კოვიდის პერიოდში ჩამოწეულ პირბადეზე. მამაჩემს აქვს მეთაურის მადლობის სიგელი. მამაჩემს აქვს, რავი, იდეალური ურთიერთობა ყველასთან იქ. მაღალი თანამდებობის პირებიდან დაწყებული, მეთაურიდან დაწყებული, უბრალო რიგით ჯარისკაცამდე დამთავრებული. თანამშრომლებთან არანაირი არასდროს ესეთი არაფერი არ ყოფილა,
არც დღემდე იმ ადამიანს ქუჩაში ხვდებიან ერთმანეთს და კითხულობენ და რა ვიცი, ჩვეულებრივად, ანუ არაფერი კონფლიქტი იქ ისეთი არ ყოფილა, რომ რაღაცა სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზი გამხდარიყო, მაგრამ სიტყვიერი გაფრთხილებაც არ მიუწიათ პირდაპირ განთავისუფლებაზე, იმიტომ რომ ეს იყო, მოდი ახლა პირდაპირ ვიტყვი რა, ჯარში რაკვება შედის, მამაჩემი ხედავდა ყველაფერს და ეს არ უნდათ, რა თქმა უნდა. არ უნდათ ამის ხილვა, მამაჩემს აქვს ნახი იქ ფოტოები გადაიღო და შემდეგ რა მთელი კომპანია თავზე დაადგარო სასწრაფო ტელეფონიდან ფოტოები წაეშალა, რა ხორცი შევიდა. ხო და რა თქმა უნდა ამისი ნახვა მამაჩემის ეს ყველაფერი ენახა არ უნდათ, იმიტომ რომ შესაძლებელი იყო დიდი შანსი იყო რომ ეს კადრები ჩემ ხელში მოხვედრილიყო. მაგ პერიოდში მე ვმუშაობდი ტელეკომპანია TV პირველში და ამას რაც მოყვებოდა ყველაფერი კარგად იცოდა და რომც არაფერი ყოფილიყო, უბრალოდ ამ ადამიანებს აქვთ განსხვავებული აზრის აუტანლობა. როდესაც სისხლიან 9 წელს გვახსენებენ ჭყალებში და რაღაცა წინა ხელისუფლების დაშვებულ შეცდომებს და დანაშაულებს, რა ვიცი, კვადრატში კუბში აყვანილს აკეთებენ თვითონ დღესდღეობით. ნუ მოკლედ ესე მოხდა, რომ აი შევაჯამოთ, მამაჩემ არ დაწერა განცხადება, ავიყვანეთ, მივედით იურისტთან, დავიწყეთ სამართლებრივი დავა